მე დედა ვარ და მინდა რომ ყველგან მივაწვდინო ხმა, ყველგან რაღაცა უთხრა ყველას. ის ქნა, მაგრამ პასუხი არსაიდან არა მაქვს. როგორ და საათ გაუჩინარდა 26 წლის კაცი სოფლიდან? ამ კითხვებზე პასუხს დედა უკვე 10 წელია ყველგან და ყველასთან ეძებს, თუმცა უშედეგოდ. ნიკას აღირაშვილის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან 2016 წლის 28 მაისს გაუჩინარდა. 26 წლის კაცის კვალი სოფელ ქორდიდან, მეგობრის სახლიდან იკარგება. იყო 2016 წლის 28 მაისი. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ეს სიგარეტი საყიდლად წავიდა მაღაზიაში და იყიდა ეს სიგარეტი და ბიჭები ქეიფობდნენ იქ და შევიდა ესეც. შევიდა და ბიჭებს უთხრა რომ ისეთი წყალი მოდის ჩვენ ბაღში უნდა ავიდე და გადავწყვიტო. ეს იყო მეტი არაფერი ზუსტად აღარაფერი აღარ ვიცით. ჩვენ იქ ცოტა ხანი იქეიფა და მის მერე გაუჩინარდა. დედა პირველებს უყვება რომ შვილის ძებნა ნიკას გასვლიდან ზუსტად 1 საათში დაიწყეს. უამინდობის მიუხედავად ბიჭს მთელი სოფელი ეძებდა. დილიდან ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის ჩაერთო, თუმცა ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. ვრეკე მეგობრის ტელეფონზე და იმან მიპასუხა რომ სახში წამოვიდა. ნუ კარგი წამოვიდა სახში. გავიდა კიდე 10 წუთი არ მოვიდა, სულ არ უნდა 15 წუთიც მოვიდოდა სახში. კიდე გავიდა 10 წუთი არ უნდა კიდე დავრეკე. ბიჭებმა მითხრეს რამდენი ხანია წამოვიდაო. ხო და რო არა და არ წამოვიდა, მე ბიძაშვილთან უყვარდა ხოლმე შესვლა. იმას დაურეკე, ნანა მეუთხარი შენთან ხო არ არის? არაო. და დავიწყეთ ძებნა, გამოვიძახეთ პოლიცია, მაშინვე ჩაერთო ეხა პოლიცია სამძებრო ღონისძიებებში, იქ წყალი გადაკეტეს, იქ მთელი სოფელი. ერთ-ერთი ვერსიით 26 წლის კაცი სოფლის თავში მავთულ ხართებთან ახლოს მდებარე წყლის სათავესთან ავიდა. ნიკა ამ დროს ნასვამი იყო. ამიტომ ოჯახი ვარაუდობდა, რომ კაცს გზა აერია და ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ეს ვერსია მაშინ გამოირიცხა, როცა ცხინვალში ნიკას საძებნელად წითელი ჯვარი შევიდა. საქმეში ჩაერთო სუსის ანალიტიკური სამსახურის, თუმცა 26 წლის ნიკას აღირაშვილის კვალს ვერავინ მიაკვლია. 10 წელი აი ესეთი გაურკვევლობაში კარ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ყველა ვეძებს, ყველგან ვიყავი აბსოლუტურად სამინისტროებში თუ სულ ყველგან, სულ აბსოლუტურად სულ ყველგან დავწერდი განცხადებას. პასუხი ასეთი იყო, რომ გადაეცა შესაბამის ორგანოს და გამოძიება მიმდინარეობს. სოფელ ქორდში 26 წლის კაცის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მხოლოდ მოწმეების გამოკითხვით შემოიფარგლა. დედა პირველებს უყვება, რომ მისი ორი მოთხოვნა ამოიღოთ სათვალთვალო კამერები ვერ შესრულდა. მავთულ ხართებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები იყო ერთ-ერთი მტკიცებულება იმის გამოსარიცხად, რომ ნიკა რუსი ჯარისკაცების მიერ ნასროლ ტყვიას არ მოუკლავს. იქ ერგინეთის ერთ-ერთ მომაპარაკებაზე იქ გითხრეს რომ არა ჩვენთან არ არის, არ ფიქსირდება ესეთი სახელი და გვარი, არავინ არ არის. ტყვეთ ხო, არავინ არ არის. არასოდეს არ და მავთულ ხართების კამერები მეორე მოლაპარაკებაზე რომ მივედით და მოვთხოვეთ, ასე გითხრეს რომ ესო სამხედრო საიდუმლოებაა და ამის კამერებს ვერ გადმოგცემთო. თავად მაისურშია მოწმეს. კი, მე ვუთხარი რომ მე მაშინ კი ვთქვი რომ თვითონ ნახონ მე ვუთხარი ეს კამერები და სიმართლე თქვა. ნუ აი მაინტერესებს რომ ჩემი შვილი მართლა იქით არის გადასული თუ არ არის. ეს მაინტერესებს. საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული კაცის ოჯახი პირველებთან ამბობს, რომ ბრძოლა და ძებნა 10 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. სამინისტროები, სუსი, პოლიცია, პროკურატურა და წითელი ჯვარი. ყველა საქმის კურსია, თუმცა დედისთვის პასუხი არავის აქვს. მე დედის გული ყოველთვის ასია, ვერასოდეს ვერ გაიმეცებ შვილს სასიკვდილოდ. რავით. წერილიც დავუწერე მე ჯარისკაცებს და დაუკიდე იქ. კი წაიღეს წერილი, იმიტომ რომ იქ ბაღები აქვს ოქს და უნახიათ რომ ჩამოუხსნიათ და წაუყიათ. მაგრამ არც იმის პასუხი არაფერი არ ვიცი, მაგრამ იმ კაცმა კი მითხრა რომ კიო ვიცითო რომ თქვენო წერილი დატოვეთ, ასე იგი წაიკითხეს.
აღარ ვიცი რა ვთქვა მე აღარ ვიცი მე მინდა რომ ორივე მხარემ გამოიძიოს ჩემი შვილის ამბავი ასე ხუარალი ნევსაც პოულობს ხალხი ნევსაც ამ ხელა ვაშკაცი თან რო ყოფილიყო ცოტა შრომელი ისეთი შრომელი ოჯახის დღეს დავბრუნდი იმათი წლის წინ როცა ეს ამბავი მოხდა ესე მგონია რომ ის დღეა დღეს 10 წელი ძნელად გავიდა და საშინლად მაგრამ თითქოს გუშინ მოხდა ესია ჩვენთვის იმიტომ რომ არაფერი არ გაგვაჩნია რომ რაღაცა ან ცუდი ვიფიქროთ ან კარგი ისევ ის დღეა დღეს 10 წელს განმავლობაში დღემდე ის ალბათ არ დამიკარგავს კარგი სიმედი და ჯერავს რომ კარგი მოხდება მაგრამ გვინდა რომ გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ რა მოხდა სად წავიდა და როგორ მოხდა და სად არის ან ასე ან ისე სახირაშვილები ყველა შესაბამის უწყებას მიმართავენ. დაეხმარო გაურკვეველი ვითარებიდან გამოსვლაში. დაიწყო საქმეზე ხელახალი გამოძიება და გამოიყენო შესაბამისი ბერკეტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუსმა ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების იმისთვის, რომ დადგინდეს, როგორ გაქრა 26 წლის კაცი საკუთარი სოფლიდან.